ისლამ კარიმოვზე ის მინდოდა მეთქვა რომ დაუმარცხებელი მებრძოლია ორი მოგებიდან ორივე დროზე ადრე აქვს მოგებული და დარწმუნებული ვარ დღესაც ამ სერიის გაგრძელება შეეცდება. ვებღია ჭინჭარაულს კი მოგები დაბრუნება ჭირდება აუცილებლად IFC-ს პირველ ღონისძიებაზე საქართველოში მან მარცხით დაასრულა. აი ფეხში შევიდა ეხა ისლამ კარიმოვი უნდა იყოს ხო აუცილებლად რადგან ძალიან კარგად ჭიდაობს კარიმოვი. კარგად არის ვეფხოც როგორც ჩანს მომზადებული, ესაც აღვნიშნოთ. აი ეხა რა კარგი სუპლექსი იყო, ეხა ძალიან კარგი იყო. და უნდა აღვნიშნოთ კარჩი შევიდა ეხა კარიმოვი. ბრძოლა იყო ვეფხოსი, კარგად დაიწყო ვეფხომ და მეორე რაუნდში ძალიან დიდი ენერგია შეალია გამოძრომას. კი, ამიტომაც ეხა ჭკვიანურად კი უნდა ის გამოცდილება უნდა გამოიყენოს ეხა გარჩია კარიმოვი შესული სეტკასთან ჭინჭარაული დარტყმებსაც ასრულებს კარიმოვი მაგრამ უნდა იაქტიუროს ეხა ჭინჭარაულმა უნდა შეძლოს აქედან გამოძრომა მაგრამ ძალიან რთულია რა თქმა უნდა კარიმოვს ძალიან კარგი ჭიდაობის ბაზა აქვს თუ არ ვწდები ეს ორიდან ორივე ფინიში აქვს მხოლოდ და მხოლოდ მარჩობელა ილეთით აქვს როგორც ვიცი ეხა კი ისე გარჩი იმყოფება ჭიჭარაული ვერ ცulis ვერაფერს ესე რომ ვთქვათ ვეფხო ერთ-ერთი გამოცდილი მებრძოლია როგორც აღვნიშნეთ 14 ბრძოლა პატარა ამბავი არ არის და ის აუცილებლად ამიტომაც მიიღო მან შანსი IFC-ში ზოგადად ასეთი გამოცდილი სპორტსმენებს ხანდახან აქვთ ხოლმე ჩავარდნები და იმედია რომ კარგად დაბრუნდება ჯერ დღევანდელ ბრძოლაში და შემდგომ უკვე სხვა ბრძოლებში. კი, მაგრამ ნუ კარიმოვს ნუ დაუკარგავთ ძალიან კარგი კონტროლი აქვს, მუშაობს ძალიან კარგად, რამოდენიმე დარტყმასაც ასრულებს. უბრალოდ ესე უბრალოდ არ ჩერდება კონტროლში მხოლოდ და მხოლოდ აი ხა თავი ძალიან კარგად უკონტროლებს თავს ჭინჭარაულს. ისე გარჩია უბრალოდ უნდა გამოიყენოს ჭინჭარაულმა ეხა ხელებით ეს უნდა გამოიყენოს სეტკასთან ახლოს აზურგითა მიყუდებული და უნდა გამოიყენოს თან გარჩია და შეუძლია ფეხებით აწამოდგეს მაგრამ ამ ყველაფერს არ აკეთებს შეიძლება რაღაც სხვა აი ეხა ფეხის სამკუთხედზე სადა ხელისაღება მაგრამ არა კარიმოვმა მაინც გააკონტროლოს გარჩი დაბრუნდა ისევ კარიმოვი თავით ეხა კარგად უკონტროლებს თავს ჭინჭარაულს. დარტყმები უნდა შეასრულოს კარიმოვმა თორე. აი ჭინჭარაულს შეუძლია ეხა გადმოტრიალდეს, მაგრამ არა. აი შეუძლია რომ არა. ხელის მკინეულზე უნდა გადავიდეს, მაგრამ აი ფეხის სამკუთხედი შეკრა ეხა ჭინჭარაულმა შეიძლება თუ კარგად შეკრავს ყველაფერი დაამთავროს უნდა დააწვეს რა თქმა უნდა ეს უნდა დააწვეს დარტყმები უნდა შეასრულოს ცოტა მოადუნოს მეტოქე მაგრამ თავარია საჯი უნდა იყოს ყურადღებით იმიტომ რომ ჯანსუ გოგიას ჭუჭიც ვნახეთ რომ დაეძინა მეტოქეს რამაც შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს სამომავლოდ მაგრამ რაღაც თითქოს ტკივა ჭინჭარაულს თითქოს რაღაც არ ნებდება, მაინც კარიმოვი არ ნებდება, აი მოძრაობს, ხელებს უკონტროლებს, აი ესე ჭინჭარაულმა დარტყმები უნდა შეუსრულოს, რადგან ძალიან კარგად უჭირავს ეხა კარიმოვი და აქ გამარჯვების ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ეხა ჭინჭარაულს, ძალიან კარგ პოზიციაშია, თავი ძალიან კარგად უჭირავს ეხა ფეხებით კარიმოვის თავი, დარტყმები უნდა შეასრულოს ჩვენთან აი იდაკვი არ არის და ამიტომ ვერ ასრულებს იდაყვს, აი ხელის ტკივნეულზე შეუძლია გადაუხდეს, მაგრამ არა, ისევ ფეხის სამკუთხედს კრავს სამკუთხედა ილეცია და აი უბრალოდ უნდა დააწვეს თავი უნდა ჩამოაწევინოს რომ უფრო დიდი წნეხი გაზარდოს მის კისერზე და რატო არ აკეთებს ამ ყველაფერს ჭინჭარაული ვერ ხვდები უბრალოდ კუთხემ მაინც უნდა მიანიშნოს რადგან აი როგორც ხედავ ეხა ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავს მის დაფინიშებაში და ამით არაფერი არ იცვლება კარიმოვისთვის იმიტომ რომ ჩვეულებრივად სუნთქავს ეხა ისეთ პოზიციაშია აი როგორც წინა ჩხუბი აქაც ძალიან ბევრი ენერგია შეალია
აბა ვნახოთ კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ მაინც მე მგონი რომ სუნთქავს კარიმოვი. ეხა აი ცდილობს რომ არა გონზია ისევ კარიმოვი აი ცდილობს გააინთავისუფლოს ხელი, გააინთავისუფლა კიდევაც. აი კარგად უკონტროლებს ეხა ხელს, რომ თავარია რომ აი არ მოკაჩოს ესე რომ თქვა ჩატზე და აი დამთავრდა პირველი რაუნდი. არ ვიცი ეს რაუნდი საერთოდ წავა, იმიტომ რომ which take care as much as possible to escape from the tiring routine, discover various interesting destinations, adventures, and create new memories. The company's goal is to create a modern, customer-oriented product which are reflected in the quality of service. The team is ready to host and lead Warriors events and festivals. ჭინჭარაული ქოიდან ძალიან სახიფათო იყო, ძალიან ესე რომ ვთქვათ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზა მოწინააღმდეგის მარჩობელაილეთების, მაგრამ მართალია მან შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ ქოიდან ძალიან აქტიური იყო ჭინჭარაული. კარიმოვს რაც შეეხება ძალიან კარგი სუპლექსის შემდეგ კარგად აკონტროლა კარიმოვმა მიწაზე ვეფხია ჭინჭარაული, მაგრამ ნახოთ მეორე რაუნდი და მესამე რაუნდი წინ არის და ნახოთ რას შეცვლიან მებრძოლები თავიანთ ტაქტიკაში. ერთმანეთის მიმართ დიდი ალბათობით მართმა მიიღეს რჩევა დარიგებები თავიანთი კუთხეებისგან, უბრალოდ ვეფხია ჭინჭარაულმა უნდა დაზოგოს ენერგია და გადაანაწილოს დანარჩენ ორ რაუნდზე. Round 2. რადგან პირველ რაუნდში როგორც შევატყე ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა კარიმოვის დაფინიშებაში. რაც არ გამოვიდა და აი კარგი ჯები იყო ეხა. აი ისევ კარგად მუშაობს. აი ცაციად გომში დგას ეხა ჭინჭარაული, კარგად მუშაობდა ჯებებით. რა კარგი 1-2 იყო ეხა კარიმოვის შესრულებით. რაღაც მე მგონი რომ დაღლა შეეტყო, ეს ძალიან კარგი მარცხენა იყო. დრო გაჩერდა, უხერხულ ადგილას მოხვდა კარიმოვისგან ვეფხია ჭინჭარაულს. მეორე შემთხვევა უკვე ზედიზე. სერიოზული არაფერი არ არის. პალგედიევსაც ასე დაემართა და ახლა უკვე ვეფხო ჭინჭარაულსაც. საჯიმიცებს ეხა გაფრთხილებას რომ მოერიდოს მაქსიმალურად უხერხულ ადგილებში დარტყმის მიყენებას კარიმოვი და სუფთად გააგრძელოს ორთაბრძოლა. ეს წესებშიც ახსნილიც აქვთ მებრძოლებს, მაგრამ ბრძოლა და ძირითად შემთხვევებში შეიძლება ვერ გააკონტროლო შენი დარტყმა რა მიმართულებით წავა. არა, ვეფხია ჭინჭარაული ისევ აგრძელებს რა თქმა უნდა ეს ამ ჭუბზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებდა, აგრძელებს ისევ კარგი მარცხენა გაუტარა ეხა ჭინჭარაულმა, ისევ ფეხში. აი როგორი ტაიმინგი ქონდა ვაკო ეხა, აი ძალიან მომეწონა, აი ვეფხიამ გადაუგდო თუ არა ესე რომ ვთქვათ მარცხენა ხელი, აი დაიჭირა რამოდენიმე წაი. აი ძალიან კარგი ტაიმინგი ქონდა ეხა კარიმოს და ისევ გადაიყვანა მიწაზე. ეხა კი მართალია ეხა ვეფხიას უჭირავს ზიანს არ იღებს, მაგრამ აი ფეხები ნახე როგორ კარგად აკონტროლებს კარიმოვი და ეს ყველაფერი მას კონტროლში ეწერება და ბრძოლის ესე რომ ვთქვათ მოგებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. კარიმოს ეხა საშუალება გაინთავისუფლოს თავი და შეასრულოს დარტყმები მიაყენოს ვეფხია ჭინჭარაულს, რასაც აკეთებს, აი თავით კარგად აკონტროლებს ეხა თავს. ხელი უნდა გაუკონტროლოს ეხა კარგად. და შეუსრულოს რამოდენიმე აი თავით უკონტროლებდა ეხა ხელს და უნდა შეუსრულოს რამოდენიმე დარტყმა. ვეფხია ჭინჭარაულმა კი უნდა ეცადოს რომ გამოძრეს, როგორც პირველი რაუნდში ვნახეთ ძალიან სახიფათოა ვეფხია ქვევიდან, მაგრამ აი ეხა ფულ მაუნტზე აპირებს გადასვლას კარიმოვი და ფაქტურად გადასულიც არის და კი ბატონო გადააჭდა ეხა ფულ მაუნტზე. ძალიან დიდი უპირატესობა მიიღო ეხა ისლამ კარიმოვმა. ენერგია საერთოდ მე მგონი აღარ დარჩა ჭინჭარაულს წინააღმდეგობას, ვეღარ უწევს დარტყმებსაც ვეღარ ასრულებს. აი კარიმოვმა უნდა ამენაირად გამოძრეს როგორც სულთანიშვილი, მაგრამ ძალიან დაღლილია, ხო? თუნდა ეხა გამარჯვების მოპოვება უნდა აწიოს თავი და მძიმე დარტყმები უნდა შეუსრულოს ვეფხია ჭინჭარაულს, მაგრამ ჯერჯერობით ხელს უშლის, უბლოკავს აი ამ დარტყმებს ვეფხია ჭინჭარაული. უნდა შეეცადოს ვეფხია წამოდგომას, თორე ესე მეორე რაუნდს აშკარად დათმობს, თითქმის ნახევარი რაუნდია აკონტროლებს კარიმოვი მიწაზე ჭინჭარაულს და დარტყმებსაც კარგად უსრულებს. აი როგორც თქვი, გაასწორა თუ არა თავი ეგრევე ძალიან
ძიმე დარტყმები მიაყენა ჭინჭარაულს. Full mount-ია, ეხა კარიმოვი ძალიან კარგ პოზიციაში იმყოფება, დარტყმებს არ გებულობს და პირიქით აყენებს ჭინჭარაულს დარტყმებს. აი ესე უნდა მოიცილოს, უნდა ჩამოაგდოს თავის კისრიდან კარიმოვმა ჭინჭარაული თუ უნდა რომ დარტყმები მიაყენოს, რადგან ეს ბლოკავს ჭინჭარაულის დარტყმებს. დარბაზი ახმაურდა საჭირო იყო ვეფხვის გასახმნელია. ამხნევია ჭინჭარაულს, მაგრამ კარიმოვს ეს სულაც არ აინტერესებს თავის საქმეს, იდეალურად ასრულებს full mount-ია და აი მოსთხოვა თან იცი რა არის, რომ გააქტიურებაც და სწორიც არის, იმიტომ რომ გასაგებია კონტროლი, მაგრამ დარტყმებს იმდეს ვერ აყენებს და ეს მარტო კონტროლი კი ბატონო კარგია. აი ხა კინოლილეთის გაკეთებას როს, მაგრამ ეს არ გამოუვა, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პოზიციაში იმყოფება, მაგრამ აქ შეიძლება დამთავრდეს. შეიძლება აქ თუ გადმოხდა ეხა თუ გადმოვიდა ეხა საიდ კონტროლში კარიმოვი საიდ კონტროლში არის და უბრალოდ უნდა დაწვეს თორე ესე ვერ გაგუდავს სუნთქავს აშკარად აი კარგად ვარო აშკარად უბრალოდ უნდა საიდ კონტროლში კარგად უნდა გადავიდეს ესე ვერ დააფინიშებს ესე მარტივად ჭინჭარაულს ეხა უბრალოდ უჭირავს სხვა არაფერი აი გააშვებინა ეხა ჭინჭარაულმა ხელი და აი ზუსტად რასაც ვამ უნდა გადმოტრიალდეს ეხა ჭინჭარაული უნდა გადმოტრიალდეს უბრალოდ არ უნდა დაიჭიროს კარიმოვმა ხელი არ უნდა დაუჭიროს აი კარგი იყო ძალიან კარგად გადმოტრიალდა ეხა ჭინჭარაული აქამდე სად იყო კარგია ცოტა გვიან გამოძრა მაგრამ გადმოძრა უნდა იაქტიუროს აი კარგი დარტყმებია აბარა უნდა გააგზავნოს არის ჯერ 30 წამი არის იმისთვის რომ შეძლოს მანა არა აჩვენებს არ უნდა აქ ნიკა აბრამიშვილი სწორს ეუნება კუთხე კარგად აჩვენებდა რომ 20 წამი აი უნდა გააგზავნოს ეხა დარტყმები დაღლილია კარიმოვი აშკარად დაღლილია უნდა გააგზავნოს ეხა ნუ არ არის საჭირო ჭინჭარაული ძალიან დაღლილია გასაგებია მაგრამ გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა და არა დიდი ალბათობით ეს ბრძოლა მესამე რაუნდში გადავა შეცდომა ნუ აქედან ხედავთ რა თქმა უნდა მაგრამ უკვე როდესაც მებრძოლი ხარ და ბრძოლაში ხარ ძალიან ესე ვთქვათ რთულია ამ ყველაფრის გაკონტროლება და ხედვა sponsor deliver we're taking care საჭირო კარგი კუთხე so you will have more time to care another important topics of your business Deliver is operating all over the country We are creating modern and highly technological products to save time and resources of our customers. And partners, Max Fight League, Georgian Kudo Federation, Holiday Inn, and Guerra, Al Print, and Gas Ruling. Thanks for all. Seconds out, please. Seconds out. Seconds out. Now. No. Green. Go ahead. Out. მესამე რაუნდის სტარტზე ვართ. ყველაფერი უნდა ჩადოს ჭინჭარაულმა ბრძოლაში თუ მოგება უნდა წეგან ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ უნდა უსმინოს ჭინჭარაულმა თავის კუთხეს აუცილებლად. რომ მოესმინა თავისი კუთხისთვის აი ისევ პირდაპირ არცაც ხელა კარიმოვი გადავიდა ესე ვთქვათ შეტევაზე და ტეიქდაუნის შესრულებას ცდილობს ჭინჭარაულისთვის ხო რასაც ვამბობდი ჭინჭარაულმა უნდა უსმინოს კუთხეს იმიტომ რომ წეგან აშკარად ეუბნეოდა კუთხე რომ გაეგზელებინა დარტყმები ის კი ანუ ჭიდაობაზე გადავიდა ასე რომ თუ ვინმეს გონია რომ გამარჯვებაში კუთხე ძალიან ცოტა როლს ასრულებს ეს ნამდვილად არ არის ასე რადგან კარგი კუთხე ძალიან ბევრს ნიშნავს მებრძოლისთვის ეხა ტეიქდაუნ დიფენსი ძალიან კარგი ტეიქდაუნ დიფენსი აჩვენა ეხა ჭინჭარაულმა ჯერჯერობით კარგად იცავს თავს კარიმოვის ტეიქდაუნისგან ძალიან კარგ პოზიციაშიც არის უბრალოდ აქედან შეუძლია მას მიაყენოს დარტყმები უნდა იმუშაოს აი
კი, აი დარტყმები საჭიროა, პატარ-პატარა, მაგრამ აი, კარგად მოიშორა ისე ვიდან დარჩა. ეხლა კარიმოვი არ უშვებს ჭინჭარაულის ფეხს, რადგან იცის რომ როგორც კი გაუშვებს ძალიან კარგ პოზიციაში დატოვებს ჭინჭარაულს. უნდა იმუშაოს ჭინჭარაულმა, უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი, როგორც მეორე რაუნდის ბოლოს ნახეთ კარიმოვი ძალიან დაღლილი იყო და აი გაუშვა კიდევაც ეხლა ხელი უნდა იმუშაოს ჭინჭარაულმა, უნდა იმუშაოს. გასაგებია რომ ძალიან საერთოდ აღარ აქვს ენერგია, მაგრამ უნდა იმუშაოს. არ უნდა გაჩერდეს. არ უნდა გაჩერდეს. აი ასე. გასაგებია რომ მას ენერგია აღარ აქვს, მაგრამ უნდა გაჩერდეს. კარიმოვი ძალიან დაღლილია. კარიმოვი არის ძალიან დაღლილი. ძალიან დაღლილი ვეღარ აკეთებს. ვებხომ უნდა აირჩიოს სწორი პოზიცია და აი ამ კონტროლით მაქსიმუმი დაგჭობაზე წავიდა, მაგრამ ასე ვერ გააკეთებს, რომ უნდა ან წელი უნდა აუღოს აუცილებლად. წელი უნდა აუღოს, ესე დაგჭობა ძალიან ძნელი, ესე ვერ დაახჭობს. არა, ესე ნამდვილად ვერ დაახჭობს. აი ურტყავს პირიქით ეხა ბუნებს დაწყვეს. აი აქ შეიძლება, მაგრამ არა. დანებდა ჭინჭარაული. გამარჯვებულია. აბარა. გამარჯვებული ვებხია ჭინჭარაული. ძალიან რთულ ბრძოლაში ვაკო მინდა გითხრათ ძალიან რთულ ბრძოლაში მოიპოვა მან გამარჯვება. და ეს მარცხი კარიმოვმა მთლიანად საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. მთლიანად საკუთარ თავს, იმიტომ რომ ძალიან კარგი პოზიციები ჰქონდა მას. ვებხომ მეათე ბრძოლა მოიგო კარიერაში, მიულოცოთ ეს გამარჯვება მის გუნდს ვებხის ყაოსანს და მართლა ისეთი კამბექი შემოგთავაზა ჭინჭარაულმა. ბრძოლაში მოახერხა გამარჯვება, მესმის ეხა როგორი ემოციურია მისთვის ამ გამარჯვების მოპოვება. ორივე მებრძოლი ღონე გამოცლილი იყო, მაგრამ ვებხია ჭინჭარაულმა მაინც აჯობა თავის მეტოქის და გადმიხა და ამის შედეგად აი ხედავთ საქართველოს დროშა აფრიალა უკვე და გამარჯვებული ვებხია ჭინჭარაული. Ladies and gentlemen, we have a time. 2 minutes and 19 seconds of round number 3. Your winner by submission victory due to rear naked choke, Vebkhia Cchincharauli! Tbilisi, Georgia! ლოცავ ნამდვილად ვებხია ჭინჭარაულს ძალიან რთული ბრძოლა მოიგო და შემოატრიალა მან. ეხლა კი სიტყვით მოგესალმებით ყველას აქ დამწერ საზოგადოებას. მინდა მადლობი დავიწყო. უფალს მადლობა რომ ესნი ავდგავარ და თქვენს წინაშე გამარჯვებული ვარ. მინდა ვისარგებლო მომენტი და ორგანიზაციის პრეზიდენტ გოჩას მოიას მადლობა გადაუხადო ესეთი კარგი ივენტისთვის. მინდა კიდევ მადლობით დავიწყო ჩემ ტრენერს ბექაილი ბაზილს და ჩემ გუნდს ვებხის ყაოსანს, რომელიც ყოველთვის ვერტში მიდგას. და კიდევ აქ ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერით და თქვენი გულშემატკივრობით მე აქ გავიმარჯვე. უღმესი მადლობა და ჩემ ძმებს დიდი მადლობა ყველას.